მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპატრიარქოში იმყოფებოდა. შეხვედრა გაიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოსთან. სტუმრებმა მწუხარება გამოთქვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოხატეს. ისაუბრეს უწმინდესი ზღვაწლსა და უდიდეს საერთაშორისო ავტორიტეტზე. მხარებმა ქრისტიანულ ფასეულობებზე ასამბლეის მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოში სამუშაო ვიზიტზეც გაამახვილეს ყურადღება. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში ასამბლეის მონაწილეობის საკითხიც განიხილეს მხარეებმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთმანეთს საჩუქრებით უსახსოვრეს მიტროპოლიტმა შიომ, სტუმრებს ჯვრები და ხატები გადასცა. შეხვედრამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა. ზოგადად უნიკალური ორგანიზაცია ეს, იმიტომ რომ ევროპაში ქრისტიანული ღირებულებების განვითარებაზე ზრუნავენ და ზოგადად მშვიდობისთვის ზრუნავენ. ეს მართლმადიდებლები და ზოგადად აღინიშნა მათ მიერ განსაკუთრებულად პატრიარქის ზღვაწლი. ისინი ადრე შეხვედრიან უწმინდეს და უნეტარეს და ძალიან კარგად ახსოვთ ეს მოგონებები. ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში. რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. 18 წლის წინ მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი 10 გარდაცვლილ პატრიარქს და მოხარული ვარ, რომ დღესაც ის მთელი ქართველი ერისთვის ერთიანობის სიმბოლოდ რჩება. მართლმადიდებლობა წარმოადგენს ქართველი ხალხის იდენტობის ფუნდამენტურ ელემენტს. მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე 100,000-ობით მორწმუნის დასწრებით. ამავდროულად პატრიარქ ილია მეორის ავტორიტეტსა და სულიერ ნათებას მართლმადიდებლურ სამყაროში დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ასევე გამოიხატება იმით, რომ დაკრძალვის მსახურებას ხელმძღვანელობდა ყოვლად უწმინდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი. ასევე გსურს გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი მადლობა საქართველოს პარლამენტის მიმართ, რომელიც მასპინძლობს ჩვენი ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს.